კი. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, უკვე გადაცემის მესამე ბლოკი ფორმატის მიხედვით ეთმობა მედია საშუალებებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მათ აქვთ შეკითხვები პრეზიდენტობის კანდიდატთან და ჩვენ რიგითობა კენჭისყრის შედეგად აქაც დავიცავით. შეგვიძლია დავიწყოთ. Მის ინფორმაციას აგენტო ნიუზში ჟურნალისტი კალმატრაშა სამები პატარებდა კიდევ ერთხელ აი თქვენ საერთო პროგრამაში გიწერიათ რომ ერთ-ერთი არის უმუშევრობის დაცლება კონკრეტულად თქვენი მოსვლის შემთხვევაში ქვეყნის სატარში როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის დაცლება აი კონკრეტულად ახალგაზრდებთან მიმართებაში რა ხედვა და სტრატეგია აქვს შემუშავებული ბოლოდან დავიწყებ პასუხს პირდაპირ ვიტყვი რომ პირადად ჩემთვისაც და მე მგონი ქვეყნისთვისაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ახალგაზრდობაა მათი განათლების ხარისხი მათი მოთხოვნილების დაკმაყოფილება განათლების კუთხით და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანის გასვლა საზღვარგარეთ განათლების მისაღებად და შესაბამისად დასაქმებაც განათლების შემდეგ საქართველოში თუმცა ეს პრობლემები მე ძალიან მინდოდა ვცდილობდი რომ მაქსიმალურად ყოფილიყავი და არ გაუმეყენებია ის ტერმინები და ის ყველასთვის ცნობილი პოპულისტური განცხადებები რომ ქვეყნისთვის დასაქმებისთვის ეს არის აუცილებელი უცხოური ინვესტიციები და ძალიან ბევრი ინვესტიციები აუცილებელია საშუალო ფენის შექმნა სწორედ აუცილებელია კერძო სექტორის წახალისება ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები თუ დავინახავთ ხოლმე ჩვენ დავინახეთ რომ არავითარ ინვესტიციებთან საქმე არ გვაქვს ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყო 9 წლის განმავლობაში სანამ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა იყო და ერთ ამერიკის სერიოზულ კომპანიას ვერ დამისახელებთ რომელმაც საქართველოში ინვესტიცია განახორციელა ანუ ამერიკასაც კი ეჭვებარებოდა იმაში რომ შეიძლებოდა თუ არა ჩვენთან ფულის წადება ან ეს გარემო იყო შესაბამისი თუ არა აქედან გამომდინარე პირველ რიგში პოლიტიკურად არის მნიშვნელოვანი და გადასაგმელი ის ნაბიჯები რომ გარემო იყოს პროგნოზირებადი იყოს ბიზნესი ადამიანის საკუთრება იყოს დაცული თავიდან ბოლომდე მისი ქონებაც მისი ფინანსებიც და არ უნდა იყოს საშიშროება როდესაც ერთი ხელისუფლება მიდის ქვეყნიდან და მეორე მოდის ხო იგივე პრობლემების შექმნა რაც დღესაც დავინახეთ რა ის ძლიერი კომპანიები და მათი დამფუძნებლები იყვნენ თუ ნაწილები იყვნენ უპრეცედენტო რაოდენობის საჯარო რეესტრის ინფორმაციას თორემ გადაფორმება მიდის ლობისტებს იცვლიან ეხლა თქვა თუ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის ადამიანები ახლა ქართული ოცნების ლობისტები გამოუშვათ და ამ წილების გადაფორმება მიდის ისთვის ეს არის ძალიან ბუნებრივი და მე ამაში არავის არ ვამტყუნებ მე ვამტყუნებ იმას რომ გარემო არ არის და ხალხს არ ჯერა იმის რომ დღეს ქვეყანაში არის მისი ბიზნესი დაცული და მისი ბიზნესი პროგნოზირებადი. აქედან გამომდინარეა ეს პრობლემები, რომ არ არის უცხოური ინვესტიციები იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება. არ ჩამოდიან ქართველი ემიგრანტები და არ დებენ ფულს საქართველოში, იქიდან უბრალოდ უგზავნიან თავის ოჯახის წევრებს, რომ ის უდმურონ და რაღაცა შეჭამონ. ეს იქნება რუსეთიდან თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან. მაგრამ ის რომ ადამიანებს სურვილი გაუჩნდეთ, რომ დღეს ქვეყანაში ფული ჩადონ, ეს არ არის. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ეს არის მე თავში ვთქვი რომ პირველი ნაბიჯი რაც ქვეყანამ უნდა გადადგას ეს არის პოლიტიკური ნება ამისი ხელის შეწყობის და რატო ვიძახი ამას ჩვენ ნათლად დავინახეთ ერთ წლის განმავლობაში ყველანივზე ვართ და ნათელია ჩვენთვის როდესაც ხედავთ რომ სასამართლო საპროცესოებს აკეთებს ესე იგი როგორც ძალიან სწრაფად და არაფერზე არის პროკურატურას პოლიტიკური ნებაა და ამიტომაც სასამართლო არის ლიბერალური ეს არის პოლიტიკური ნება ანუ ზუსტად მაგას ვიძახი იმაში ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ ქვეყანამ და ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება არ გამოიჩინა ნება რომ იყოს თავისუფალი ბიზნეს გარემო არ გამოიჩინა ნება რომ იყოს პროგნოზირებადი ბიზნეს გარემო და რაც მთავარია ბიზნესის წახალისება ნიშნავს ძალიან ბევრ რაღაცას აი კონკრეტულად გეტყვით ბიზნეს ფულის გარეშე ვერ დაიწყო ჩვენ გვაქვს სარეალიზაციო ბაზარი კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც მოვიყვანეთ ხოლმე პროდუქტების შემთხვევაში მაგრამ ჩვენ ვერ შემოგვაქვს ეს ხორცი ან ვერ ვაწარმოებთ ქვეყანაში რატომ მე რომ გლეხი ვარ და მე მინდა ეს გავაკეთო ამისათვის მე მჭირდება ფული ნახეთ ცადეთ და აიღეთ ბანკში ის კრედიტი თუ კი თქვენ ცხოვრობთ მაგალითად სიტყვას წყალტუბოში ბინა რომელიც თქვენ უნდა ჩადოთ ის თუ იქნება თქვა რუსთაველზე და ვაკეში ვერაზე ღირს ძალიან ჯერი მაგრამ აქ
მოგცემენ ამ თანხაში იმდენად მიზერული თანხა. თუმცა ალბათ უფრო საინტერესოა თქვენ რას გააკეთებთ და ზუსტად რამას გააკეთებთ. ასეთ შემთხვევაში, ზუსტად ასეთ შემთხვევაში ქვეყანა უნდა შექმნას. მეორე კითხვაზე უნდა გადავიდეთ. აუცილებლად საგირავნო ფონდი, რომ დაუდგეს გვერდით, როდესაც ბანკი არაძლევს, დაუდგეს გვერდი და ჩაუდოს ადამიანს თუ ის სწორ გათვლას აკეთებს ბიზნესზე. უნდა იყოს აუცილებლად დაბალი პროცენტები და თუ ამ ბანკებს არ შეუძლიათ ესეთი პროცენტები გასცემ. და მესამე, უნდა იყოს მარტივი და არ უნდა შეისწავლონ მთელი შენი ცხოვრება, შეძლებ თუ არა ამის გადახდას. კონკრეტულად მიზნობრივად უნდა დაფინანსდეს. თუ ხალხს ფულთან წვდომა არ ექნება, ჩვენ ამ შედეგებს ვერასოდეს ვერ მივიღებთ. გასაგებია, დიდი მადლობა, ლელა. ზრისის რედაქტორ განმცემელი მოგესალმებით. მე მინდა ჩემი შეკითხვა დავყო სამ ნაწილად. პირველ რიგში მინდა გკითხოთ საყოველთაო ჯანდაცვასთან დაკავშირებით. რამდენად სარგებლიანი არის საყოველთაო ჯანდაცვა ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომელიც ითვლება სოციალურად უუნაროდ, მისცა მან თუ არა შეღავათი. შემდეგი შეკითხვა იქნება ასეთი, როგორ ფიქრობთ, სოციალურად უუნარო ადამიანის მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვენ როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა, როგორ განსაზღვრეთ ადამიანის საარსებო მინიმუმი, სამომხმარებლო კალათას გულისხმობ და მესამე, აქ დავაკავშირებ ამ საკითხს, როგორ გაწერდით ბიუჯეტს იმ შემთხვევაში, თუ კი სოციალური პაკეტის განსაზღვრა მოგიწერდათ, როგორ განსაზღვრავდით, რა პრიორიტეტებს განსაზღვრავდით სოციალურ პაკეტში? მაპატიეთ გასაგებია ჩვენთვის ახლა რა თქმა უნდა საბაზრო პაკეტზე თუ ვაპარაკობთ ნებისმიერი ადამიანი ითქვა და იმას ერთადერთ რამეს რომ რაცილებით ფაქტო უნდა იყოს და იმიტომ რომ ეს არა მარტო სოციალურად დაუწყო რიგით მოქალაქესაც ეხება ახლა ძალიან პატარა მგონია ის პროცენტი ვინც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მაგრამ მაინც გაგვიჭირდა შეღავათების მოსახლეობას ჯანმრთელობა და მე გვიგვეს ხოლმე რომ აი ახალგაზრდა ადამიანი რატო გარდაიცვალა მაგრამ რაც შეეხება თქვათ ახლა მე ამ შემთხვევაში კრიტიკით არ დავკავდები თქვათ რა უწოს და რა უწოს მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ საარსებო მინიმუმზე დასმული კითხვა და ძალიან სამწუხარო პრობლემის წინაშე ვიყავართ. ძველი ერთი, როდესაც გინდათ მე რო ვიყო პრეზიდენტი და დღევანდელი ხელისუფლება ძალიან საინტერესო კითხვა იქნებოდა თუ კი ნებისმიერი პენსიონერი ან სოციალურად გაჭირვებული დამუშავდა კითხოს რომ სცადი და იცხოვრა 150 ლარიანი პენსიით ან თუნდაც იმ 78 ლარიანი დახმარებით ან თუ რაც არის რა ეს ძალიან რთულია და ამ კითხვაზე მე მგონი პასუხი არ არსებობს მაგრამ როდესაც ჩვენ საარსებო როდესაც ჩვენ ვაცხადებთ რომ მინიმალური პენსია უნდა იყოს თქვათ 300 ლარი ან 250 ლარი რომელიც თქვათ არის საარსებო მინიმუმის ახლა დაახლოებით ის კალათა რომელიც მე ვფიქრობ რომ ცოტა მეტი უნდა იყოს მაგრამ არის ძალიან სერიოზული პრობლემა როდესაც ამ თემაზე ვლაპარაკობთ საიდან შეიძლება ეს მე პირდაპირ ვიძახ ახლა რა თქმა უნდა ჯანდაცვის ბიუჯეტი მინიმუმ მთლიანი შიდა პროდუქტის 10% მაინც უნდა იყოს მაგრამ გინდაც 10% იყოს დღევანდელ შემთხვევაში 10% დღევანდელი მთლიანი შიდა პროდუქტის იმდენად პატარა ციფრია რომ იმ საარსებო მინიმუმს ვერ გასცემს ისე უბრუნდები და ვიძახი დღეს ქვეყანაში მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს დასაქმება როდესაც დასაქმებაზე ვლაპარაკობთ ეს არის ის ადამიანები ჩვენ საქართველოში დღეს ხელფასილებს მხოლოდ 650,000 ადამიანი. იცით რას ნიშნავს ეს? მათი გადახდილი საშემოსავლო გადასახადები თქვენ ხო წარმოგიდგენიათ რამდენი უნდა იყოს. სახელმწიფო საპენსიო სისტემა გამართულად რომ მუშაობს და გასცეს საარსებო მინიმუმი, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენს უფროს თაობას და მართლაც ღირსეულსიბერეს შეუქმნის 950,000 პენსიონერზე უნდა მოდიოდეს მინიმუმ 3-ჯერ მეტი დასაქმებული ადამიანი. რომ სახელმწიფო საპენსიო სისტემა მიმუშავოს და თქვენ წარმოვიდგინეთ ჩვენი უნარიანი მხოლოდ მილიონი ნახევარი ანუ თავშივე იმისთანა პრობლემის წინაშე ვდგევართ რომ სახელმწიფოს სხვა გადაწყვეტილებები აქვს მისაღები ან უნდა დააბანოს ემიგრანტები ან იმისთანა გარემო უნდა შექმნას ქვეყანაში რომ სული დაუსდეს ხალხს რომ ჩამოვიდეს და აქ იმუშაოს თუ არა და წინააღმდეგში ვთქვას შრომის უნარიანთა რაოდენობა იმდენად პატარაა უკვე რომ აი ამ ხალხის ალბათ სხვა მოხლები და სხვა რაღაცა გამოსავალ. გაწერეთ სოციალური პაკეტი. დიდი მადლობა, შემდეგი შეკითხვა. მოგესალმებით, ბატონო სერგო. დიდი მადლობა, რომ ასეთ ფორმატში მობრძანდით. მე ვფიქრობ, ეს უფრო ეფექტური არის ვიდრე
სახალხო შეკრებებზე სიტყვით მიმართვა. და დიდი მადლობა ტელეკომპანიას, რომ კარგი ფორმატი მოიფიქრა ნამდვილად. მე ზოგადად თემა ძალიან რთული არის და ძალიან ბევრი შეკითხვა მექნებოდა ამ თემასთან დაკავშირებით. მაგრამ მაინც მინდა რომ გავაგზავნო აი წინა თემა, რაც საყოველთაოდ დაზღვევას ეხება. მე შემიძლია თქვენ უშუალოდ საქართველოს ახალგაზრდათა ასოციაციის იმერეთის რეგიონში მუშაობის შედეგად დაგიდოთ იმერეთის სურათი მთლიანად. აქ პრობლემა არის ის, რომ მართალია დაზღვეული არიან უმრავლესობა ადამიანების, მე ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის პროგრამას, რომელიც 5 წლამდე ბავშვებს და შემდეგ სტუდენტებს და პენსიონერებს აზღვევდა, მაგრამ აქ პრობლემა იყო ის, რომ მაგალითად იყო ირაოს ან ალდაგის მედაზღვეული პირი, რომელსაც არ ქონდა საშუალება, არ ეძლეოდა რომ მომსახურება მიიღოს სხვა საავადმყოფოში, რომელიც არ იყო ალდაგის საკუთრება მაგალითად. ამისთვის ამ მაგალითს შემიძლია გითხრათ, ზესტაფონის მოსახლეობას ქუთაისში უწევდა ჩამოსვლა, ვანის მოსახლეობას ბორშის საერთოდ არ იყო საავადმყოფო და იმათაც ქუთაისში უწევდა თან საქმეებში. ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი პოზიცია როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის, თუ გაქვთ რაიმე სტრატეგია შემუშავებული, როგორი უნდა იყოს ზოგადად სახელმწიფო დაზღვევა და უნდა იყოს თუ არა ეს პროდუქტი კერძო კომპანიების ხელში. ძალიან საინტერესო იქნება ამაზე თუ გამცემთ პასუხს და მეორე დღეისათვის ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე შექმნილი არის ის კრიტერიუმები და ის პროცედურები, რომლის დაცვითაც და რომლის გავლის შედეგადაც ადამიანი და ოჯახი იღებს სოციალურ დახმარებას. ამ კრიტერიუმებზეც თუ გიფიქრიათ, თუ უჭირდება გადახედვა, შეცვლა და ამასთან დაკავშირებით როგორი არის თქვენი სტრატეგია. დიდი მადლობა მაგა. მადლობთ. ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხარ სადაზღვევო კომპანიების მუშაობაში და მით უმეტეს ამ სადაზღვევო პაკეტებში არა მარტო თქვათ ამ სოციალური კუთხით და ჯანდაცვის დაზღვევის მიზნით, არამედ ძალიან ბევრ შემთხვევაში არის ისეთი ხედვები საბოლოო ჯამში ამას ალბათ საკანონმდებლო ბაზა უნდა და ალბათ ის ცვლილებები უნდა, რომელიც ცვლილებები ჯერჯერობით არც იგეგმება და არც ხორციელდება. მე გულისხმობ რას ჩვენ თუ სვავთ კითხვას, რომ ეს უნდა იყოს ეს პროდუქტი კერძო ბიზნესის ხელში, საქართველოს შემთხვევაში რაც პრაქტიკა ვნახეთ, საბოლოო ჯამში არ გამართლა და ზუსტად ეგ მაგალითები თქვენ რაც თქვით, რომ თქვათ ერთი საავადმყოფო იქნება თუ თქვათ ერთი კონკრეტული რაღაცა დაწესებულება აფორმებს ხელშეკრულებას ერთ სადაზღვევო კომპანიასთან, მეორე ან არშენებს ის კომპანია საავადმყოფოს და ძალიან ცუდი ჩვენ ხარ რამოდენიმე სიტუაციაში ჩავედით მსგავს შემთხვევებში და მაგალითად გეტყვით ავღანეთში დაგუყული ადამიანი უпростоრად ავღანეთში იბრძოდა, ჩამოვიდა, გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს თბილისში, მაგრამ სადაზღვევო კომპანიამ კატეგორიულად არ მისცა მის ოჯახს, უпростоრად მოუღლე არ არის მემკვიდრედ და მოუწია იმ ადამიანის საწარცხონებულის გარდაცვლილის კრედიტის აღიარება პრაქტიკულად გადაფრენა დაზღვევა არ მისცეს და თქვა კონკრეტულად ასე ჩანაწერა. შეიძლება რადგან ის ომის პერიოდში არ უნდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შეიძლება თავი მოიკლა. ანუ თავის მოკვლის შემთხვევაში არ აღზრდა. ეს არის ძალიან ცუდი. ოღონდაც ფულის გადახდას. აი მაგალითად გეტყვით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქვეყანას ტოვებს, კიდევ სოციალურად დაუცველყოს კიდევ ქვეყანას ისთვის ტოვებს რაღაც სამუშაოზე, ყველა იხდის მოგონი 60-ლარიან დაზღვევას. და ძალიან ერთი ნახეთ, რამხელა ციფრებია, რამდენი ადამიანი გადის ქვეყნიდან ყოველდღიურად და ბრუნდება. უბედური შემთხვევაშიც კი აი ესეთი ჩანაწერი აქვს, რომ ჩაიხედოთ ახლა იურისტები ბრძანდება, წაიკითხეთ ერთ-ერთ ნუქში ესეთი რაღაცები 24 საათის განმავლობაში თუ არ დაუვეკა, რომ ის გარდაიცვალა, გადმოსვენების ხარჯებს არ აიღებს თავზე. როგორ უნდა დაუვეკოს მე არ მესმის თუ ნავტო ადამიანი წასულ, ვიღაცამ უნდა აჩნდეს, რომ ის იმას რაღაც უბედური შემთხვევა შეემთხვა და ამ შემთხვევაში იღებენ თქვათ რაღაცა გარკვეულ ხარჯებს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ აქ ერთი საკანონმდებლო ბაზა და ერთი საბოლოო გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ მაინც ჯერჯერობით ამ ეტაპისთვის იმ კითხვაზე პასუხი იქნება, რომ ეს უნდა იყოს მხოლოდ ჯერჯერობით სახელმწიფოს ხელში, იმიტომ რომ იმდენად რაღაცა ძალიან ძნელია მე როგორც რიგით მოქალაქე, თქვენ იურისტი ბრძანდები და როდესაც მიდიხართ და რაღაც სადაზღვევო პაკეტით სარგებლობთ, კი განგიმარტავენ, რომ ეს პაკეტით სარგებლობა რას გულისხმობს და მაგრამ ძალიან ძნელია დღეს ქვეყნის მოსახლეობისთვის, დიდი ნაწილისთვის ამ პაკეტით სარგებლობის დროს ამ ყველაფერზე ისე კვალიფიციურად გაცნობა. ამიტომ ან რაღაცა კრიტერიუმები უნდა იყოს ყველას მიმართებაში, ან არა და მე ვფიქრობ, რომ უფრო სახელმწიფო პროდუქტი უნდა იყოს. დიდი მადლობა.
ბატონ ბატა. მოგესალმებით, ბატა გრიგოშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია. მე მინდა ცოტა უფრო თქვა წმინდა ეკონომიკური ჭრილში გარემხილოთ ეს პრობლემა, ის სოციალური პრობლემა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, უმუშევრობა და ასე შემდეგ. ფაქტია და ჩვენ შეთანხმებული ვართ, მე მგონი ყველანი იმაში, რომ ეს ფონი საკმაოდ მძიმეა სოციალურ ქვეყანაში. აქ იგულისხმება სიღარიბის დონე ქვეყანაში, აქ იგულისხმება უმუშევრობის პრობლემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით არსებობს ორი გზა ამ პრობლემის მოგონებისა. ერთი პირდაპირ სახელმწიფო სუბსიდირება აღნიშნულ სფეროში, ანუ შემწეობების დანიშვნა, ანუ თქვათ სოციალური დახმარებების გაზრდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ წმინდა პირდაპირ ფორმით სახელმწიფო სოციალურ სუბსიდირების განხორციელება. მეორე მიმართულება არა, ან პირველი მიმართულება ძალიან აქტიურად იყენებს დღეს ჩვენი ხელისუფლება და საკმაოდ გააქტიურა სოციალური პაკეტი და გაზარდა მისი პოზიციული ბიუჯეტი. მეორე მიმართულება სოციალურ პრობლემებთან ბრძოლისა, ასე ვთქვათ, გახლავთ ეკონომიკური თვალსაზრისით მასთან ბრძოლად, ანუ ეკონომიკის სტიმულირებით, ეკონომიკური განვითარებით, ბიზნესის ხელშეწყობით. რომ ბრძოლოთ მასთან, შესაბამისად შევამციროთ სოციალურ პრობლემები. ანუ ერთი მიმართულება არის, რომ სოციალურად დავუწევთ პირდაპირ ფინანსური დახმარება მიცეთ, მეორე მიმართულება არის, რომ ქვეყანაში ბიზნეს შევუწყოთ ხელი და ბიზნესის ხელშეწყობით და საქმეების გაზეთ იმ ადამიანს მიცეთ და საქმეების შესაძლებლობა, შესაბამისად იმ შესაძლებლობა თავის ფინანსური მდგომარეობა თავადო გაიმჯობოს. თქვენ როგორ თვლით, წმინდა ეკონომიკის თვალსაზრისით, რომელი მეთოდი უფრო გამართლებული არის ამური აღნიშნული მეთოდიდან და თუ თქვენ თვლით, რომ ეკონომიკური სტიმულირების ასე ვთქვათ მეთოდი არის უფრო გამართლებული, მოიხსენებათ, რომ ეკონომიკური პრობლემები საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ბოლო პერიოდში ქვეყანაში, ბოლო პერიოდი რომ დავაზუსტოთ ეკონომიკური დისტემპერი მნიშვნელოვანი და ჯერ კიდევ 2012 წლის გაზაფხულის ბოლოს ზაფხულის დასაწყისიდან, ამასაც მნიშვნელოვანი დავამიდის ძველი და ახალ ხელისუფლების ძველი და ეკონომიკური ახალ ხელისუფლების შორის რომლის დროს დაიწყო ეკონომიკური პრობლემები, წმინდა პირდაპირ სავალუტო ფონდის დასკვნაშიც კი იგივე წერია, რომ დაიწყო ეს 2012 წლის გაზაფხულის ბოლოს, ამჯერადი ძველი ხელისუფლების დროს და განმტკიცდა, მე ციტირებას ვახდენ მის სავალუტო ფონდის ანგარიშიდან განმტკიცდა არჩევნების შემდეგ პერიოდში. აი თუ თქვენ თვლით, რომ სოციალური პრობლემები დამოგვედეს ეკონომიკის სტიმულირებით. აი რა მეთოდები შეიძლება გამოიყენოთ ამისათვის და როგორ ფიქრობთ, რომ ეს ეკონომიკური სტიმულირება მოახდინოს ქვეყანაში, რომ ჩვენთან ეკონომიკური და საკმაოდ შეფერხებული და სწრაფი რეაგირება ჭირდება ამას? აბსოლუტურად ვიხები მე პირდაპირ სუბსიდირება ეს სოციალური დახმარება ეს ყველაფერი მისმის, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გადარჩენის ერთადერთი გზა ეკონომიკის სტიმულირება და რამოდენიმე კონკრეტულ ჩემ ხედვას მოგახსენებთ ამის შესახებ. როდესაც ვაპარაკობთ, რომ ქვეყანაში არ არის საშუალო ფენა, როდესაც ვაპარაკობთ, რომ საშუალო და მცირე ბიზნესი ხელი უნდა შეეწყოს, ხედავთ ძალიან ბევრ პრობლემას. თუ კი გადავხედავთ ჩვენს გაუცხოროთ, ასე მაგალითად რა ხდებოდა ვთქვათ საბაჟოზე, რა ხდებოდა საგადასახადო პოლიტიკაში და როგორ მიმდინარეობდა ჩვენ მე სხვანაირად უყურებ და რას ვფიქრობ. შეხედეთ, როდესაც საბაჟოზე ახორციელებდა ადამიანი იმპორტს და თქვენ კარგად იცით, ხო, ქვეყანაში ყველაზე მეტი თუ რამე ბიზნესი იყო, რომ ხალხი ადამიანები ძირითადად ნაწილი ირჩევდნენ თავს ვაჭრობით. ხდებოდა დამატებითი ღირებულებების გადახდა, იხდიდა პლუს საბაჟო მოსაკრებელს და მე იქ იღებდა დეკლარაციას, მიჰქონდა შესაბამისად მე საგადასახადო ინსპექციაში, მე ჩაითვლიდა დამატებითი ღირებულების გადახდა, მე კიდე დამატებითი ღირებულებას, მე შემდეგ იხდიდა მეორე დერეგეს. ჩვენი ხედვა მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში, რომ ჩვენ საშუალო ბიზნესს ხელი შევეწყოთ, ვფიქრობ, რომ საბაჟოზე უნდა გავუქმდეს დამატებითი ღირებულების გადასახადი და გეტყვით საბაჟოზე და ხდებოდეს მისი დარიცხვა სივრცეში. ანუ შემოვიტანე რაღაცა განკოლო რაოდენობის პროდუქცია, მომეცი საშუალება რომ მიანოს რეალიზაცია გაუკეთო, დამარიცხე ის თანხა შესაბამისი ღირებულების მიხედვით, მაგრამ გადამახდელია რეალიზაციის შემდეგ. ეს არის ჯერ ერთი დამატებითი თანხის ჩადება 18%-ის კერძო ბიზნესში. და პლუს ამას არის ერთი რამეც, რომ არც ერთ შემთხვევაში ბიუჯეტი თანხას არ კარგავს. არც ერთ შემთხვევაში ამ თანხას იღებს. ანუ ეს უკვე სტიმულირება, მაგრამ ამას აქვს კიდევ ერთი დამატებითი მხარე. პლუს რომ ქვეყანაში იმდენად ლიბერალური საბაჟო პოლიტიკა ჩნდება, რომ ხდებით რეზიდენციები დუდაის თავისუფალ ეკონომიურ ზონას და ადამიანებს უჩნდება ცნობილი ბევრი იმპორტის გაფიცილება, უფრო მეტი სტიმულირება აქვს და ცნობით ერთ რამეს, კიდევ ერთ მნიშვნელოვან რაღაცას. მე მგონი ყველას კარგად მოეხსნება, ვინც ბიზნესია ჩახედული, რას აკეთებდა და როგორ იჭერდა ფინანსური პოლიცია ადამიანებს ამ ჩათვლებისა და თავი რაღაცეების განხორციელების დროს. ანუ ჩათვლა მიიღეს,
ეს გააკეთებდნენ და ეს დოკუმენტის გაყალბება და 1000 რაღაცით ისჯებოდა. აქედან გამომდინარე, ამასაც ვწდებით ამ ზედმეტ ბიუროკრატიას, ხო? ეს არის ძალიან კარგი. ფიქრობ კიდევ ერთხელ, რომ აუცილებლად უნდა გაუქმდეს არა, უნდა მოხდეს მოგების განაკვეთის ჩამოყვანა 0%-მდე და ძალიან ვთქვათ ეს დავამთავრებ და მე კი ბატონო 0%-მდე ისმის კითხვა რატო 0%-მდე და რატო არ გაუქმდეს მოგების გადასახადი. დაახლოებით მოგების გადასახადის წილი სახელმწიფო ბიუჯეტში არის 900 მილიონამდე. ინფორმაციისთვის და გეტყვით ახლა რა ხდება. როდესაც ჩვენ უყურებთ ბიზნეს და სტიმულირებაზე ვლაპარაკობთ, ერთი ბიზნესმენი დამისახელეთ დღემდე მე არ მინახე, რომელიც არ ცდილობს ნაკლები მოგება აჩვენოს. იქიდან გამომდინარე, რომ 20% მერე დივიდენდი რაღაცა 1000 გადასახადი ამ შემთხვევაში 0%-იან შემთხვევაში ადამიანი აჩვენებს რეალურ ბიზნესის შედეგს. კომერციულ შედეგს და გადაჭრა აჩვენებს, ეს გამოადგება ბანკთან ურთიერთობისთვის, რომ მომგებიანია საწარმო, აჩვენებს სიმართლეს, რაც არის და საბოლოო ჯამში დღეს თუ არა ხვალეზე, ქვეყანა ფეხზე დადგება და დავინახავთ, რომ რეალურად რომელი ბიზნესი რა შემოსავალს აძლევს. აქედან გამომდინარე, ეს 0%-იანი განაკვეთი მისცემს აუცილებლად ქვეყანას და დავინახავთ რეალურ სურათს, რა დეკლარირებებს გააკეთებენ ჩვენი მეწარმეები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, საშემოსავლო გადასახადის შემცირებას დაუჭერდი მხარს და რაც თავარია ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ როდესაც არის ქვეყანაში საგადასახადო პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე ლაპარაკი, არ მინდა რომ ადამიანებს, რომლებმაც სიტყვას გადასახადი დაუმალეს ქვეყანას, ამას იხილავდეს სისხლის სამართლის კოლეგია. ამას უნდა იხილავდეს სპეციალისტები, ამას უნდა ქონდეს შეფასება, რომ არ ხდებოდეს ესეთი რაღაცა, რომ თქვა ვიღაცას რაღაცა შეესაბამება დეკლარირების დროს და ციხეში უსვათ ადამიანებს. დიახ. დავსრულოთ. გადაცემის მეოთხე ბლოკი ჩვენ უნდა დავთმოთ ტელემაყურებლების ზარებს. მე იმედი მაქვს, რომ ისინი შემოგვიერთდებიან. 21-12-32 არის ჩვენი საკონტაქტო ნომერი. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში და სასურველი შეკითხვა დავუსვათ ბატონ სერგოს. მაგრამ ვიდრე მაყურებელი დაგვიკავშირდება, ჩვენ გამოვიყენებთ ის დრო, რომელიც გვაქვს ფორმატის მიხედვით და შეგვიძლია კიდევ დამატებით დავუსვათ კითხვა გადაცემის მსვლელობის დროს როგორც დაგპირდით და შემოგვერთდებოდა გალუპენ ნინო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხერხდება პირდაპირ ეთერში ჩართვა, ამიტომ მოდით კითხვები დავუსვათ კიდევ თუ რა თქმა უნდა. პაკეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, რა უნდა ჩაიდოს ქვეყნის ბიუჯეტში სოციალური პაკეტის უფრო მეტად გადაინსახების თვალსაზრისით? ამბობ თუ საერთოდ არა, მე ვგულისხმობ პრიორიტეტებს, ბატონო სერგო, აი ძირითადად რაზე გააკეთებდით ყველაზე მეტად აქცენტს და აქვე მინდა თქვენ ყურადღება გავამახვილო, რომ რამდენად არის საჭირო სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების დაფინანსება იყოს კიდევ უფრო მეტად მობილური და კიდევ უფრო მეტად მობილიზებული იყოს ქვეყანა ამ თვალსაზრისით. გასაგებია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში თავში ვთქვით, რომ რაც შეიძლება ფართო უნდა იყოს ეს პაკეტი და რაც შეიძლება მე ყველაფერს უნდა მოიცადეთ, რომელ ნაწილს რამდეს დავუყენდით დაახლოებით. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ალბათ უმნიშვნელოვანესი საკითხი ის არის, რომ ადამიანებს საჭმლის ფული არ აქვთ. ხა ჯანდაცვა გასაგებია და ჯანმრთელობის პრობლემა არსებობს და უმნიშვნელოვანესია, მაგრამ თქვენ დაინახავთ, რომ ეს დახმარება რაც არის, ახლა დღესაც ჩვენთან მოსულები, ერთი ქალბატონი იყო, ორი შვილის დედა, არ ვიცი ხა სოციალური აგენტი როგორ შეაფასებს, ის როგორ შეაფასებს საბოლოო ჯამში ადამიანების უდიდესი ნაწილი, ახლა ყველაფერს თავდადოთ სიმშილის პრობლემა აქვს. ეს გინდაც ჩვენ თუ არ გვინდა რეალობის დანახვა, მაშინ არ დავინახოთ, მაგრამ ეს არის ესეც ძირითად, მაგრამ ეხლა როდესაც ჩვენ ვაპარაკობთ, რომ აუცილებელია ფართო პაკეტი მიცეთ, აუცილებელია რომ ბევრი დიდი თანხები ჩაიდოს ჯანდაცვაში, პირველ რიგში ეს პრობლემა თუ არ მოგვარდა და ეს გაჭირებული ადამიანების პრობლემა არასოდეს არ გვექნება პრეტენზია ჩვენ არც იმაზე, რომ თქვათ ჩვენ როდესმე ვინმესთვის მიმზიდველი გავხდებით, განავითარ რომ თქვათ ახლა ქუჩაში მათხოვარი დგას და აქედან გამომდინარე. თუ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქე არ აქვს დაცული და ეს პრობლემა უდგას სერიოზულად, სახლი არ აქვს, საჭმელი არ აქვს. იცით რამდენია ახლა თბილისში ამდენი დაახლოებით
არც ერთი დაახლოებით 30 ჩასახლებაა მხოლოდ მარტო თბილისში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, რომელმაც უკვე ბინაც დაკარგეს, სამსახურიც დაკარგეს, ყველაფერი დაკარგულია. უმნიშვნელოვანესი იქნებოდა, რომ ამ ადამიანების ყურადღება ისე ჩვენ როდესაც ვიზახით, რომ აუცილებლად უნდა ჩაიდოს ეს პაკეტი პირველ რიგში პირდაპირ ვიზახი, რომ ამისი მომავება ცოტა სხვანაირი მეთოდებით უნდა ვცალოთ. მე შეიძლება ვერ გაძლევ ყოველ პასუხს, მაგრამ მე ვამბობ ესეთ რაღაცას. ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიქნებით მიუზიდველი, თუკი ქვეყანას ტოვებს ამდენი ადამიანი. ვერასოდეს ვერ ავღანეთ ტერიტორიულ მთლიანობას, იმიტომ რომ არც აფხაზი და არც ოსეთის საინტერესო არ იქნებით ამდენი გაჭირებულები რო ყავს და არ ვიცი ახლა საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ისე ეკონომიკური საკითხებით უნდა გადაწყდეს პრობლემებით. რაც მეტ თანხას ჩავდებთ, უფრო მეტ. გასაგებია, მაყურებელი გვყავს ხაზზე, მოდით მოვუსმინოთ რა შეკითხვას დაგვისვამს. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობათ. საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით, ბატონო სერგო, მოგესალმებით. მაინტერესებს ბატონო სერგო, რა გაქვთ გეგმაში და რა შეიძლება გააკეთოთ თქვენ ქუთაისისთვის და არა მარტო ქუთაისისთვის, მთელი იმერეთისთვის. კონკრეტულად დიახ, ჩვენი ქალაქისთვის რა არის თქვენი გეგმა? გასაგებია, დიდი მადლობა. მე მგონი მაყურებელს ხედველობაში ქონდა, რა არის თქვენთვის, როგორ წარმოგიდგენიათ, რა არის ქუთაისის პრიორიტეტები, რა ჭირდება ქუთაისი იმისათვის, რომ განვითარდეს და ზოგადად იმერეთისთვის. თუ არის ეს თქვენ საარჩევნო პროგრამაში? საარჩევნო პროგრამაში საერთოდ ესეთი ახლა შესანიშნავი პროგრამა მქონდა ქართულ ოცნებას, მაგრამ კონკრეტულად რეგიონებისთვის და რაიონებისთვის ასე ჩაშლილად არასოდეს არ გაკეთებულა არც პრეზენტაცია და პირდაპირ გეტყვით ის რაც ქუთაისში ხდებოდა და ვთქვათ სააგაშვილმა ორჯერ თუ სამჯერ გახსნა ქარხანა და საბოლოო ჯამში ეს ინდოელები იყვნენ თუ არ ვცდები, ხო? არაბები და საბოლოო ჯამში ქუთაისმა მაინც ვერ შეიძინა ისე ქუთაისი ქალაქია, რომელსაც სოფლები არ აქვს და აქ იმისი განვითარება ინდუსტრიალიზაცია, სიტყვაზე საწარმოების გახსნა, სავაჭრო ცენტრების გახსნა, ვთქვათ რაღაცა წარმოებების აღორძინება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. მე ტელემაყურებელს გავცემდი პასუხს ერთადერთი რამე და მე მგონი თვითონაც მიხვდება, რომ აუცილებელია დღეს არ შეიძლება ადამიანების ფულთან წვდომის გაიოლების გარეშე საერთოდ რამეს მოკიდოთ ხელი. ქართველი ხალხი მომჯერა და დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლებენ. არც ნიჭი გვაკლია, არც მოხერხება გვაკლია და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ბიზნესის და ნებისმიერი პატარა მინი წარმოების საწყობა შეუძლიათ. თავარია ადამიანებს გქონდეთ ფულთან წვდომა. გასაგებია, ბატონ სერგო, პირდაპირ ეთერში გვერდება ქალბატონ ნინო, მოდით მივცეთ საშუალება, მოგესალმებით ქალბატონ ნინო. გამარჯობათ. საღამო მშვიდობისა. სამწუხაროა ის, რომ თქვენ ვერ მოახერხეთ ჩვენთან დღეს ეთერში მობრძანება. მე მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენ გქონდა საარჩევნო პროგრამების წარდგენა და ასევე ჩვენი ძირითადი თემა არის დღევანდელი, თუ როგორ აპირებთ სოციალურად დაუცველთა რიცხვის შემცირებას, მათი პრობლემების მოგვარებასა და უმუშევრობის პრობლემის დაძლევას. მოდით კონკრეტულად ამ კითხვასთან დაკავშირებით თქვენ გაეცით პასუხი, კონკრეტულად რა გეგმა გაქვთ თქვენი პროგრამის მიხედვით, თუ კი ქვეყნის სათავეში მოხვალთ. ძალიან დიდი მადლობა. მართლა ძალიან უხვა რომ ვერცევდელი დღეს ეთერში მონაწილეობა. აუცილებელი იყო თბილისში დაბრუნება, იმიტომ რომ მართლა გესმით, რომ უკვე ძალიან შეზღუდულია ჩვენი დრო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, მრავალრიცხოვან წარმომადგენლებს ქუთაისისა, რომლებიც დღეს მობრძანდნენ თეატრთან მოედანზე ჩემთან შესახვედრად და ძალიან გულთბილი მიღება მომიტყვეს. მე იმ ადამიანებს ვესაუბრე ძალიან დეტალურად ჩემს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და თქვენს მოგახსენებთ, რომ ჩვენი პროგრამა ძალიან ფართოა, ყველა საკითხი პრაქტიკულად, როგორც საგარეო ურთიერთობები, ასევე საშინაო საკითხები, ეკონომიკური პრობლემები, სოციალურად დაუცველთა რიცხვის შემცირებას როგორ აპირებთ? მათ შორის, რა თქმა უნდა, სოციალურად დაუცველი ადამიანების პრობლემები. მე ძალიან მაწუხებს ის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის 2/3 სიგარების ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ეს ლაპარაკობს იმაზე, რომ ქვეყანაში არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა არის წარმართული. ჩემს პროგრამაში პირდაპირ წერია, რომ ჩვენი ამოცანა იქნება ის, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი თანდათანობით შემცირდეს
და რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს ეს პროცესი, ოღონდ ჩვენ ამ შემცირებას ისეთი ვაპირებთ, როგორც ამას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, როდესაც სოციალური აგენტები ციდან იღებენ ადამიანებს, მხოლოდ იმის გამო, რომ 30 წლის წინააღმდეგ მათი ვარიან ტელევიზორი უდგათ, ან სარეცხი მხნილი აღმოუჩნდება შეიძლება სამადლოს მეზობლის მიცემული სახლში. არამედ სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობის შემცირება ჩვენ ვაპირებთ იმით, რომ დავასაქმოთ ეს ადამიანები, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ სტაბილური შემოსავალი და ისინი სოციალურად დაუცველთა კატეგორიიდან თანდათან გადავიდნენ უკვე საშუალო ფენის წარმომადგენელთა კატეგორიაში. ამას რა თქმა უნდა შეიძლება სამუშაო ადგილების შექმნა, ამისათვის ჩვენ გვაქვს პროგრამაში მითითებული ის ეკონომიკური რეფორმები, რომელიც უნდა გატარდეს, მათ შორის არის მაგალითად იგივე დადეგვრისაგან განთავისუფლება 150,000 ლარამდე შემოსავლის მქონე საწარმოებისა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს, მათ შორის არის სახალისება იმ საწარმოებისა, რომლებიც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიან და რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ იგივე ქუთაისში ამუშავდეს ნაწილობრივ მაინც ის ქარხნები და ფაბრიკები, რომლებიც ქუთაისში მუშაობდა. ეს არ არის მარტივი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვწერნოთ ორი ინვესტორები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებთ და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს გაითვალისწინებთ. ჩვენ უნდა გავხსნათ რუსული ბაზარი, რომ ამან მოგცეს ჩვენ გასაღების სტაბილური ბაზარი და ეს იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ ეკონომიკურად დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში გვერდებოდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე. მე მგონი ჩვენი დრო როგორ არის ამ რამდენი დაგვრჩა მე თხოვ დიახ კიდევ შეგვიძლია დაუსვათ ერთი შეკითხვა ბატონ სერგოს მაკა მე ხა ბატონი ნინო საუბრობდა ზუსტად იმ კრიტერიუმებზე და იმ პროცედურებზე რომლითაც აი აგენტი ახსენა და ზუსტად აგენტის შეფასებაზე არის დამოკიდებული ის თუ დაენიშნება თუ არ დაენიშნება კონკრეტულ ოჯახს სოციალური დახმარება და მე ამ შეკითხვა თქვენს დაგისვით უბრალოდ აი დაზღვევას მოუნდით დაზღვევაზე პასუხის გაცემას თუ ამ შეკითხვას დაუბრუნდებით ანუ მეორე შეკითხვასაც აი კრიტერიუმებს ეხება და ზოგადად როგორი არის თქვენი პოზიცია აი მქულებთან დაკავშირებით თუნდაც და ის სწორად აღნიშნა ქალბატონმა ნინომ რომ იყო ჩვენთან საიაში ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა თუნდაც იმის გამო რომ და ძალიან სკანდალური თემა იყო ზოგადად აი ეს ტელევიზიის ანტენები ერთგვარი სატელიტის თეფშების გამო მოეხსნა ძალიან ბევრ ოჯახს დახმარება მაგრამ საბედნიეროდ პოზიტიური ცვლილება არის რომ ეს ანტენები საერთოდ ამოვიდა იმ სიიდან რომლის შეძენის გამოც ან დამონტაჟების გამოც შესაძლოა მოკეცდეს დახმარება ეს ინფორმაციის თავისუფლების თვალსაზრისით. კი ბატონო, საინტერესო იქნება მასე თქვენი პოზიციის მოსმენა. სოციალ სიუჟეტის დროს იყო ორი წუთი ბატონო. საგადასახადო ინსპექციაც სწავლობსო და თუ იმეს რაღაცა დამატებითი შემოსავალი გამოუჩნდა. მე ძალიან საინტერესო იქნება თუ საერთოდ დაინტერესდებით და გეტყვით ერთ ძალიან ისეთ მაგალითს რაც ხდება. მარტო ანტენები ამოიღეს და ეს დიდი მადლობა რომ ანტენები ამოიღეს. საარჩევნო პერიოდია და იცით ხო დამკვირვებელს რაღაცა ერთჯერადი თანხა ეძლევა. წინა წელს იყო 48 ლარი, ახლა 80 ლარი. თუ ესეთი თანხა ძალიან ბევრ დაახლოებით არჩევნების დღის დამკვირვებელს დიახ, ერთჯერადი თანხა თუ აღმოჩნდა ამ ადამიანების ანგარიშზე, წინა წელს 1 ოქტომბრის იმის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს და 1 ოქტომბრის არჩევნების დროს ძალიან ბევრმა სოციალურად დაუცველმა დაკარგა ეს შემოსავალი, იმიტომ რომ ერთჯერადი თანხა აღმოჩნდა მის ანგარიშზე დამკვირვებლობის თუ რაღაცა. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ასე არ შეიძლება, რომ თქვა საგადასახადო ინსპექცია სწავლობს და თქვა ვიღაცის ანგარიშზე რაღაცა თანხა აღმოჩნდა და აქედან გამომდინარე იმას ის ქულები გაეზარდა და აღარ შეიძლება რომ ის იყოს სოციალურად დაუცველი და პაკეტში. ეს ასე არ შეიძლება, იმიტომ რომ ამას შესწავლა უნდა, ეს არ არის მათი სტაბილური შემოსავალი და თუ დაინტერესდებით, მართლაც არიან ძალიან ბევრი ადამიანი ეს. გასაგებია კიდევ ერთი შეკითხვა, ძალიან მოკლედ. ბატონო, საკითხი შეკითხვას დავუბრუნდეთ უმუშევრობასთან დაკავშირებით. მე გავიგე თქვენი პასუხი, რომ
უმუშევრობა დაკავშირებული არის ბიზნესის განვითარებასთან და იყო ვთქვათ წილები ვიღაცებს კონტაქტ ჯიბეში თქვენ ასე ახსენეთ რომ წილებში იყვნენ ვიღაცები აი უნდა იყოს თქვენ ახსენეთ მაგრამ თქვენი ხელისუფლების მოსულ შემთხვევაში რა იქნება კონკრეტულად რა სქემა და მიმართულება გექნება უმუშევრობის დაძლევა ერთადერთი ეხლა დღეს რა სიტუაციაც არის ქვეყანაში ძირითადად ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადი დასაქმებული ადამიანები არიან სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები ხო უდიდესი ნაწილი ხო ზუსტად მაგას გულისხმობთ რომ უნდა იყოს ხელი თუ არ შეეწყო ბიზნესს საშუალო და მცირე ბიზნესს კი ბატონო უცხოურ ინვესტიციებს რაზეც ვლაპარაკობ თუ არ შევქმნით შესაბამისი გარემო ეს სამუშაოები არ შეიქმნა ხო თუ თუნდაც ასეთ შემთხვევაში ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ რომ ღირსეული პენსია მივცეთ სახელმწიფო სისტემა საპენსიო სისტემა მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში როგორც მაშინ თუ ჩვენ ხელს არ შევუწყობთ ბიზნესის განვითარებას კერძო საპენსიო სისტემაც ვერ განვითარდება რომ რაღაცით მაინც გავუკეთოთ სტიმულირება აქედან გამომდინარე დღეს არის ყველაზე მთავარი რომ ბიზნესი იყოს ხელშეწყობილი მაქსიმალურად მე რაც ვთქვი თქვა დამატებითი ღირებულების გაუქმებით იქნება დამატებით თანხების გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი კრედიტების მიცემით იქნება თუ რაღაც ყველა მეთოდი აბსოლუტურად გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ეს შექმნის წინა ხელისუფლება აკეთებდა ძალიან მოკლედ გეტყვით რა როდესაც პენსიის გაზრდა საპირობდნენ და როდესაც პენსიას ზრდიდნენ წინა საარჩევნოდ დავინახავდით მხოლოდ ერთ რამეს პარალელურად რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში იზრდებოდა ხელფასი ხო გესმით რა საშემოსავლო გადასახადი როცა მეტი ქონოდა და თქვა 10 ლარით მოემატებენ რომელიღაც სტრუქტურაში თუ ქონდათ სიტყვაზე 1000 ლარი გახდებოდა 1500 ლარი ხელფასი ეს იყო პარალელური რეჟიმი სხვანაირად ისე ეს არ ხდებოდა ძალიან წვის მაგრამ აუცილებლად უნდა დავაფიქსირო გამოდის ხელისუფლება და პოპულარიზაციას აკეთებს რომ არიქა საქართველოში გაიზარდა ექსპორტის რაოდენობა 9%-ით და მგონია რომ ნებისმიერ მოქალაქეს ეგონება რომ რომელიღაცა ჩვენი ფუნდამენტალური დარგის განვითარებით თუნდაც მეყურძნეობა რაღაცა რუსეთის ბაზარი გაიხსნა და აღმოჩნდა მხოლოდ ერთი რამე რომ თურმე ქვეყანაში ექსპორტის ღირებულება თანხა გაიზარდა იმიტომ რომ საქართველოსთან სასოფლოში და აზერბაიჯანში რეექსპორტი მანქანების აი ამის ხარჯზე კაცშვილმა არ იცის რომ ეს არ არის რუსეთში გატანილი ყურძენი ეს არ არის რუსეთში გატანილი სხვა რომელიმე მინერალური წყლები და ესეთი რაღაცა ამიტომ ნუ ვიქნებით დამოკიდებული არიქა ჩვენ რუსეთი ხოლმე დაგვიძრებს ონიშენკო შეგვიხვეწება ჩვენ თუ ჩვენ თავს არ მივხედეთ და ეს სახალხო პროექტები არ გავუკეთეთ და ხალხს არ მიმეცით ფული არც ერთ შემთხვევაში ჩვენ გასაგებია ბატონ სერგო და ბატონ პატას მივცეთ კიდე კითხვის დასმის საშუალება და ძალიან მოკლედ კითხვაც და პასუხიც თუ შეიძლება იცოდეთ. ბატონო, მე ძალიან მოკლედ ისე ვჭავე, წმინდა ეკონომიკურ ფასადს წმინდა შევაფასო ის სოციალურ ხარჯები, რომელსაც ეს ხელისუფლება აწევს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებულმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სოციალური პაკეტი. თუნდაც იგივე დაზღვევის მართულებით და ბევრი სხვა მიმართულებით. ბუნებრივია ეს მისასალმებელია, განსაკუთრებით ის სიტუაციაში, როცა ქვეყანაში ესეთი მძიმე სოციალური ფონია. მაგრამ თქვენი აზრით, დღევანდელი ეკონომიკური ზრდის პირობებში გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად შეძლებს ადგილობრივი ზოგადად სახელმწიფო ბიუჯეტი ამის უზრუნველყოფას და როგორ ფიქრობთ, ხო შეექმნება პრობლემა ამ მხრივ შემდეგ ეკონომიკის შემდგომ განვითარებას? აუცილებლად შეექმნება პრობლემები. ეხლა მე ყურადღებით უყურებ, ნაშთი ყოველთვის არის სახელმწიფო ჯერჯერობით არ არის იმისთან კრიზისის წინაშე რომ არის გადავა. უკაცრავად უნდა გაგაწყვეტინოთ, მაყურებელი შემოვიდა ხაზზე მობილურით გუკავშირდება, მოდით მოусმინოთ და შემდეგ განაგრძოთ პასუხი. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ბატონო სერგო, მოგესალმებით. საღამოშვიდობისა. ბატონო სერგო, მოგესალმებით. მოგესალმებით. დასვით შეკითხვა. სასიამოვნოა რომ ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდით. იქნებ ახალმა ძალებმა შეცვალოთ რაიმე. მადლობა. კარგით, გასაგებია თქვენი პოზიცია, კონკრეტული შეკითხვა არ იყო, შეგიძლიათ გააგრძელოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც პატამ დაგისვათ. რა თქმა უნდა, პატა მართალია, როდესაც რომელიმე ხარჯვითი ნაწილი რომელიღაცა მუხლი იზრდება, შესაბამისი უზრუნველყოფაც უნდა შემოსავლების ნაწილს. ბიუჯეტი ისეთი ორგანიზმია, ცოცხალი ორგანიზმია და დიდი არაფერი ზრდა არ აქვს, მაგრამ ჩვენ მაინც ნუ შევხედავთ ისე პატო-პატა რომ თქვათ ეკონომიური ზრდა არ არის ქვეყანაში და იმ პრაქტიკულად რის ხარჯზეც ნაციონალური მოძრაობის პერიოდში იყო ეკონომიური ზრდა ის იქნებოდა თუ არ იქნებოდა ქვეყანაში შეიძლება იმოქმედა და უმუშევრობა გაზარდა, მაგრამ ის რაც ქვეყანას სჭირდება და უმნიშვნელოვანესი ნაწილი რაც თქვათ შეეხება იგივე ჯანდაცვას, იგივე განათლებას, მე მგონი განათლების ბიუჯეტიც საკმაოდ გაიზარდა,
თუმცა იქ შემცირდა მე მგონი თავდაცვისა და იმის ბიუჯეტი რაღაცა მე მგონი 2%-მდე ჩამოვიდა ბიუჯეტი შემცირდა. ხო, მაგრამ ეს საკმაოდ ნორმალური ნაბიჯები იყო და არც მე მგონი კრიტიკა ნოდარ ქადურს ამაზე არ მეუღია. რა სწორია, მაგრამ რა თქმა უნდა განვითარება აუცილებელია. რა თქმა უნდა დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეკონომიური ზრდა რაშიც შეიძლება ამ ხელისუფლებას დავეთანხმო. მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამით არის შესაძლებელი. ეს არის საშუალო ფენის შექმნით, ეს არის საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებით. თორე ის ეკონომიური ზრდა ჩვენ რაზეც ვაპარაკობთ, თქვათ ის 100 ქარხანა, ის თქვათ ჩამოსული ინვესტორი, ეს კარგია, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ქმნის რას? დასაქმებული ადამიანების გარკვეულ კატეგორიას, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ქვეყნის მასშტაბით იმხელა ამინც ვერ ქმნის თუ არა ის რომ პოლიტიკური ნება რომ ნებისმიერ ადგილზე ნებისმიერ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მათ შორის იმერეთში გქონდეს საშუალება ადამიანს თავისი კერძო ბიზნესის თავისი წარმოების თუ რა იქნება ეს ოღონდაც ამაში უნდა გქონდეს ხელისშეწყობა და გულისხმობ იმას რომ ფულთან წვდომა. მე ბანკებს ახლა არ ვაკრიტიკებ, მაგრამ საბოლოო ჯამში მართლა დასაწევია პროცენტები და მართლა გასაიოლებელია ეს. გასაგებია თქვენი პოზიცია და ბატონ სერგო, გადაცემის ბოლოს თქვენ გაქვთ საშუალება მიმართოთ ამ მომრჩევლებს ჩვენი ეთერის საშუალებით. ამისთვის გეძლევათ 1 წუთი. ძალიან მოკლედ ვიტყვი, აგერ ჩვენმა ბოლო მაყურებელმა დარეკა და თქვა ესეთი რაღაცა, რომ კარგია რომ ახალი ადამიანი გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, რომ ქართულ ხალხს სიახლის არ ეშინია და დარწმუნებული ვარ, რომ რაც აქამდე ყოველთვის მხარს უჭერდა ხელისუფლებას და ქართველი ხალხი არასოდეს არ აცხადებდა იმას, რომ უნდობლობა გამოიცხადებია ხელისუფლება, ყოველთვის ანდო ქვეყანა, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ალტერნატივა ქვეყანაში უფრო მეტი სიკეთის მომტანია, ვიდრე ის სახეები, რომლებიც 20 წელია პოლიტიკაში არიან და საბოლოო ჯამში მიღებული გვაქვს ის შედეგი, რა შედეგის წინაშეც დღეს ვდგავართ. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის თავმჯდომარე სერგო ჯავახიძე, ასევე არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები. დღეს ჩვენ გადაცემაში გვყავდა მოწვეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, თუმცა ისინი არ მოვიდნენ პირდაპირ ეთერში და არ გამოიყენეს დღეს ტრიბუნა. მე მინდა დღეს დაგემშვიდობოთ, დიდი მადლობა რომ გვიყურებდით. Għandet. Დიდი მადლობა.